მოკლედ, მოგესალმებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ დღევანდელი საუბრის თემა იქნება სადიპლომო ნაშრომის შესავალი და მისი ზოგიერთი პუნქტი. წინა ვიდეოებში ვისაუბრე ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ნაშრომის სათაურის მნიშვნელობა, როგორ შევარჩიოთ ნაშრომის სათაური, შემდგომში როგორ ხდება ნაშრომის სათაურის ცვლილება და ასე შემდეგ. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო შესავალზე, შესავლის ნაწილებზე, რა არის შესავალი, რომელ ნაწილებს მოიცავს, თითოეული პუნქტი, ასე ვთქვათ, რა მნიშვნელობის არის და რა უნდა გადაანაწილოთ, რა ინფორმაცია უნდა იყოს შესავლის თითოეულ ნაწილში და ასევე მინდა შევეხო იმ თემას, რაც არის აბსტრაქტის განსხვავება აბსტრაქტსა და შესავალს შორის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შესავალს არ აქვს რაიმე ერთი კონკრეტული სტრუქტურა. ერთმანეთისგან განსხვავდება არა მარტო სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და მით უმეტეს სადისერტაციო ნაშრომების შესავალი, არამედ განსხვავდება პროსპექტუსის, ეგრეთ წოდებული ნაშრომის პროექტისა და თვითონ ნაშრომის შესავალი ნაწილიც. რა განასხვავებს შესავალს? შესავალს განასხვავებს მისი სტრუქტურა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა შინაარსი თავისთავად, იმიტომ რომ ყველა შესავალი მორგებული არის კონკრეტულ ნაშრომზე და შესავლის სტრუქტურის, ისევე როგორც ზოგადად ნაშრომის ზოგადი სტრუქტურის გასარკვევად, თქვენ უნდა მოიძიოთ, გამოითხოვოთ და გადაამოწმოთ ნაშრომის დებულება. ნაშრომის დებულება, ერთ შემთხვევაში თქვათ, ეს შეიძლება იყოს საბაკალავრო ნაშრომის დებულება, მეორე შემთხვევაში ეს არის სამაგისტრო ნაშრომის დებულება, ხოლო მესამე შემთხვევაში ეს არის სადისერტაციო ნაშრომის დებულება. ყველა ნაშრომს აქვს თავისი დებულება. ეს დებულება არის ნაშრომის შესრულების აკადემიური სტანდარტების დოკუმენტი. დებულებაში არა მარტო შესავლის სტრუქტურა არის გაწერილი, არამედ გაწერილი არის ნაშრომის შესრულების სტანდარტები. კერძოდ, რა ინფორმაცია არის დებულებაში, ესე იგი, დებულებაში არის შემდეგი სახის ინფორმაცია, როგორი უნდა იყოს ზოგადი სტრუქტურა ნაშრომისა, მათ შორის შესავლის, მოცულობა რა უნდა იყოს ნაშრომის, რამდენი უნდა იყოს, თქვათ, მინიმუმ და მაქსიმუმ გვერდები, რომელი დასკოლიობის წესი უნდა იყოს გამოყენებული, არის შემთხვევები ასევე, რომ კონკრეტული მაგალითები არის მითითებული და ასევე დებულებაში არის გაწერილი ხაზებს შორის გაფორმების, ასე ვთქვათ, გაფორმების წესი აკადემიური ნაშრომის. ესე იგი, დაშორება გვერდებს შორის, თვითონ ტექსტის დაშორება, სტროფებს შორის დაშორება, როგორც წესი არის ხოლმე 1.5 შრიფტი, რომელი უნდა იყოს გამოყენებული, ძირითადში ეს არის ან 12-იანი სილფაინი, ან 11-იანი. არის შემთხვევები, როდესაც გამოიყენება Time New Roman-ი, ძირითადად ინგლისურენოვანი ნაშრომებისთვის, სხვათა შორის. მაგრამ უმეტესწილად, რომ გითხრათ, გამოიყენება ხოლმე 12-იანი შრიფტი. ამ საკითხის შემდგომში ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით ამ დებულების თემას. ეხლა რაც შეეხება შესავალს. შესავალი მეტწილად შედგება შემდეგი პუნქტებისაგან. ეს არის კვლევის საგანი, კვლევის აქტუალობა, კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანები, კვლევის მეთოდი, რომელი მეთოდი იქნა გამოყენებული, საკვლევი ჰიპოთეზა ან კვლევის დაშვება და კვლევის კითხვები. არის შემთხვევებიც, როდესაც საკვლევი ჰიპოთეზა მოთავსებული არის ლიტერატურის მიმოხილვის შემდეგ, რაც მე პირადად უფრო ლოგიკური მგონია, სიმართლე რომ გითხრათ, ვიდრე მისი მოთავსება შესავალში. ეს არის ძირითადად შესავლის ნაწილები.
როგორც წესი შესავლის შემდეგ იწერება ხოლმე ეგრეთ წოდებული ლიტერატურის მიმოხილვა, იმ შემთხვევაში თუ ნაშრომი მოითხოვს ლიტერატურის მიმოხილვას და ასე ვთქვათ, თუ ლიტერატურის მიმოხილვა არ არის საჭირო, მაშინ პირდაპირ შესავლის მერე გადადიხართ უშუალოდ ნაშრომის ეგრეთ წოდებული ბოდის ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის პირველ თავზე. ეხლა შესავლის წინ იწერება ეგრეთ წოდებული აბსტრაქტი, შესავლამდე იწერება ეგრეთ წოდებული აბსტრაქტი. აბსტრაქტის შემდეგ კეთდება ესე იგი სარჩევი. ესე იგი აბსტრაქტი წინ უსწრებს სარჩევსაც, ხო? აბსტრაქტს მოსდევს სარჩევი, აბსტრაქტის მერე უნდა იყოს გაკეთებული სარჩევი და უკვე მერე არის შესავალი, ნაშრომის შესავალი ნაწილი. ეხლა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან აბსტრაქტი და შესავალი? საქმე იმაშია, რომ აბსტრაქტი ეს არის ეგრეთ წოდებული მოკლე რეზიუმე ნაშრომის, სადაც არის აღწერილი მოკლე ტექსტი არის, შესაძლებელია რომ დებულებაში პირდაპირ იყოს მითითებული სიტყვების რაოდენობა აბსტრაქტის, როგორც წესი ეს არის ან 150 ან 250 სიტყვა და აბსტრაქტში იწერება რა? რაზე არის ესე იგი ნაშრომი? რომელი მეთოდი იქნა გამოყენებული ნაშრომის დასაწერად, ხო? და რა შედეგები მიიღო მკვლევარმა აბსტრაქტ, ესე იგი ნაშრომის შესრულების და კვლევის ჩატარების შედეგად, ხო? ანუ რა შედეგები მოგცა კვლევამ. აბსტრაქტი როგორც წესი იწერება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც მარტო ქართულენოვანი აბსტრაქტი მოითხოვეს და ინგლისურენოვანი აღარ. და აბსტრაქტის დასრულების შემდეგ, აბსტრაქტის ბოლოს იწერება ეგრეთ წოდებული საკვანძო სიტყვები. საკვანძო სიტყვები რომელი სიტყვები არის? ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებათ ტექსტში. ხო? მაგალითად, თუ თქვენ წერთ ნაშრომს ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნესის მართვაში, მაშინ სავარაუდოდ შემდეგი სიტყვები იქნება ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექსტში, ეს არის ორგანიზაციული კულტურა, თქვათ ორგანიზაციული მართვა, მენეჯმენტის სტილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ აბსტრაქტის ბოლოს იწერება საკვანძო სიტყვები, რომლებიც ნიშნავს ტექსტში, თვითონ ნაშრომის ტექსტში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს ან სიტყვათა ბმას, ანუ ეგრეთ წოდებულ ფრაზებს, ხო? ეს არის ძირითადად რაც განასხვავებს აბსტრაქტს შესავლისგან. ესე იგი, აბსტრაქტი არის შეჯამება ნაშრომის, რომელიც იწერება უკვე მას შემდეგ, რაც ნაშრომი დასრულებულია, ხო? როდესაც უკვე თქვენ ჩაატარეთ კვლევა და მიიღეთ გარკვეული შედეგები, ხოლო შესავალი ეს არის ნაშრომის პირველი, ასე ვთქვათ, საწყისი ნაწილი, რომელიც წარმოდგენას უქმნის მკითხველს კვლევის შესახებ. ეხლა კიდევ ერთი საკითხი და დღეს ამითი დავასრულებ. შესავალი ნაწილის სტრუქტურაში რა პუნქტები შეიძლება კიდევ შედიოდეს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც შესავალი ნაწილი ითხოვს მაგალითისათვის ასე ვთქვათ, სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების ამსახველ პუნქტს, ანუ რა არის ნაშრომის, ასე ვთქვათ, სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა და არის კიდევ ისეთი, ასე ვთქვათ, ქვეპუნქტი, როგორიც არის მაგალითად აქამდე, ასე ვთქვათ, არსებული ვითარება საკვლევი მიმართულებით. ანუ რა ნაშრომები არის ჩატარებული უკვე კვლევის საგნის შესახებ, რა კვლევები არის, რა შედეგები მოგცა ამ კვლევებმა, დაახლოებით 5-6, ასე ვთქვათ, ნაშრომი რომ მიმოიხილოთ, მოკლედ. და ეხლა რა ვითარება არის იმ მიმართულებით, რასაც ეხება თქვენი სამაგისტრო ან თქვათ სადისერტაციო ნაშრომი.
ეს ჩემს მიერ ბოლოს ნახსენები პუნქტი ძირითადად როგორც წესი არის ხოლმე გაწერილი სადოქტორო ნაშრომების არქიტექტონიკაში, ანუ ეხება ძირითადად სადოქტორო ნაშრომებს და არა ვთქვათ საბაკალავრო ნაშრომებს და სამაგისტრო ნაშრომებს. ანუ სადოქტორო ნაშრომის შესავალი როგორც წესი უფრო ვრცელია, სამაგისტროსთან შედარებით, სამაგისტრო ნაშრომის შესავალი უფრო ვრცელია, რა თქმა უნდა, საბაკალავროსთან შედარებით და თითოეულ მათგანს გამომდინარე იქიდან, რომელი უნივერსიტეტის ნაშრომი არის, აქვს თავისი ინდივიდუალური სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრული არის დებულებით. აქედან გამომდინარე, სანამ დაიწყებთ უშუალოდ, ასე ვთქვათ, ნაშრომზე მუშაობას, ყოველთვის გამოითხოვეთ ეს დებულება, დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ნაშრომის შესრულების აკადემიური სტანდარტები და შესავლის სტრუქტურა. დღეისათვის პრინციპში სულ ეს იყო, შემდგომში უკვე შევეხები რამდენიმე ძირითად პუნქტს და ვისაუბრებ რომელ პუნქტში, ასე ვთქვათ, რა შინაარსის ინფორმაცია უნდა მოათავსოთ, შესავლის რომელი პუნქტი რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს და როგორ უნდა მოხდეს ამ პუნქტების ფორმულირება, ასე ვთქვათ, დაწერა. წარმატებებს გისურვებთ. დასვით კითხვები მესენჯერში, ამჟამად რამდენიმე შეკითხვა არის და რამდენიმე შეკითხვა რო დაგროვდება, ასე ვთქვათ, ვიდეოს ჩავწერ, ამ შეკითხვებს პასუხობ ხოლმე ინდივიდუალურად, მაგრამ შემდგომში ამ შეკითხვებზე ვიდეოსაც ჩავწერ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი გავრცელებული შეკითხვები არის ზოგადად პრაქტიკაში ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებით. წარმატებები და გაითვალისწინეთ ის ინფორმაცია, რომელიც დღეს ამ ვიდეოში მოგაწოდეთ. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ და გამოსადეგი საინტერესო იქნება თქვენთვის.